მამათა, მამისათა, დაზისათა და სულისა თბილისათა ჩვენთან არს მერტი. იოცად დევნილ დასასრულს. შეგვეციოს ოლაწმინდა დედო ღვთისმშობლისა ძალა მადლი და ვლადიმერის ღვთისმშობლის ხატის ხსენება დღეს ამ სასაუბროთმოდი ხატისა ძალა და მადლი. ეს საკითხული სახარება ძალიან მნიშვნელოვანი არის. ესე იგი მაცხოვარს ხდება ასისთავი და ეუბნება რომ განკურნა ჩემი სახლი და უფალი პასუხობს რომ მოვა შენთან და განკურნა. და როგორი თავდადებული ასისთავია თან რომ არ უყვარდათ, მაგრამ ამ ადამიანს ჰქონდა რიდი მოგზაურობა და ახლად გამოჩენილი წინასწარმეტყველისა მიმართ, როგორცაც იმ დრო, როგორადაც იმ დროს მაცხოვარზე საუბრობდა და ლაპარაკობდა რიდი და ეუბნება რომ არა ვარ ვერსი შემოგვიდეთ ჩემს სახლში და რადგან მეც ძალაუფლების ქვეშ მდგომი ვარ და ვეტყვი ჩემს სახლს სადი და ვეტყვი მოდი და მოდის, ასევე შენ შეგიძლია ჩემთან მოუწველად უბრძანო ამ ამბობს და ჩემი მსახური განიგონოს. გაუბრუნდა მაცხოვარს, იუბრუნდა ხალხს, რომელიც მას მისდევდა და უშმენდა მის გადაგებას და მსგავსი სარწმუნოება არსად არ მინახია. როგორი მაგალითია ჩვენთვის ყველასთვის. ის კი არა რომ თქვა თანამდებობა ჰქონდა და ეუკადრისა და როგორ მე ჩემთან მოვიწვიე რომ მოსულიყო და რატო არ მოვიდა რაღაცა ესეთი გულისხმობ ხოლმე და არა პირიქით თავის თავს უღირსად twida რომ მასთან ეს დიდი სიწმინდე საჩუქარი ღვთისა მისულიყო. მაგრამ მერტი რადგან გულთამხილავია, მან ყველაზე უფრო დიდი სიხარული და დიდი საჩუქარი გაუკეთა ასისთავს. მას გულში ქრისტე გაუცოცხლა, ჩაესახა და გაუცოცხლა. მან შეიძინა რწმენა თავმდაბლობისა წილ სამართლად. და აი მართლაც უთხრა, მიუბრუნდა ამის შემდეგ და იარე მშვიდობით, ანუ მიდი სახლში შენთან და სარწმუნოებისაებრ შენისა მოგეცე შენ. და განიკურნა მისი მსახური, ხოლო მის გულში ქრისტემ დაისახა. ისე ვართ ჩვენ ყველა. თვით გვეძლევა ჯილდო და საჩუქარი. როგორც სახარებაში ამბობს უფალი, ჩვენ ჩინებულნი ვართ, ანუ მიწვეულნი ვართ იმ სადღესასწაულო ტრაპეზს სასუფეველში უფალთან, მაგრამ რჩეულნი ცოტანი არის. არა ყოველი რომელი მხატის მე მიძახის მე და მიხმოს უფალო ცხონდების, არა ყველა, არამედ რომელიც იმ ცნებელ სიცოცხლეს რომელიც უფალმა მოგცა. და არა ყოველი შევა სასუფეველში მხოლოდ იმიტომ რომ ქრისტიანია, არამედ ის რომელიც ამ თავდაბლობით მსახურობს და ცხოვრობს და დგას ღვთის წინაშე მართლა. ასე რომ ეს გზა რომელიც უფალმა დაგვიდგინა და მოგცა იოლად მისაღწევი არ არის იმ საბოლოო მიზნისა, რომელსაც მერტი გვისახავს და გვიკადაგებს სასუფეველში მასთან ერთად ყოფნა. და სხვაგან სახარებაში ამბობს, სასუფეველი ცათა იძულებით უნდა მოვიპოვოთ და ეს იძულება პირველ რიგში საკუთარ თავს, საკუთარ მეს, ეგოს მოცილებას ეკუთვნის. ვინც მცნებით ცხოვრობს, მაშინ მერტისა მადლი მასთან არის. ვინც მოჩვენებითად იძახის რომ არის ქრისტიანი და თითქოს სხვის დასანახად ასრულებს წესს, მასთან მადლი არ არის, რადგან მას უმადურობა სჭამს. უმადურია ადამიანი და უმადური. მადლიერია ადამიანი და მადლია მასთან. ისე ჩვენ ყველანი, ვინც რომ მოვინახეთ, ან თუ ეკლესიაში დავდივართ, ნუ ვიფიქრეთ, რომელს უპირობო გარანტია იმისა, რომ სასუფეველში ვიქნებით. არა, ჩვენ მართებს, როგორც მოციქული ამბობს და სახარება. თქვენ მოწმუნეთ და ის იტვირთეთ, ვინც რომ თქვენგან განსხვავებულად ცხოვრობს და ფიქრობს. ნუ განიკითხავთ იმას, ვინც არ მართლობს და ნუ განიკითხავთ სხვას, რამე თუ
არ იცით სხვისა მონისა განკითხვის სანაცვლოდ მსგავსი შეცდომა და მსგავსი განსაცდელი თქვენზე არ დაუშვას უფალმა. ჩვენი გზა, როგორც უფალი ამბობს, ვიწროა და ეკლიანი. ხშირად ამბობენ ადამიანები, აი მართლაც ცხოვრობდა, სულ გასაჭირშევა, ვინც აჩაღია, ვინც მეკსამეა, ვინც მომხოჭელია, ისინი როგორ კარგად ცხოვრობენ. ჩვენი არჩევანი არა ამ ცუდი სოფლის მატერიალურ ქონება არ ქონებაზე არის დამოკიდებული. ჩვენი არჩევანი და ჩვენი მიზანი ისეთი საუნჯის შეძენა არის, რომელსაც ვერც ქურდი მოიპაროს, ვერც ჟანგი შესჭამს და ვერც ჭრჩილი გააფუჭებს. ესეთი კიდევ სულიერი სიმდიდრე არის. რა არის ეს? უდროება, სიყვარული, მეგობრისა თანადგომა, განსაცდელში ჭირთათ მენა და განსაცდელში შვისა ნუგეშის ცემა. აი ეს არის ის სიმდიდრე, რომელსაც ვერაფერი ვერ დააკლებს. ამ სოფლისა ვერც ყაჩაღი და ვერც ვიღაცა ქვეგამხედავი ვერაფერს ვერ დააკლებს ამ ჩვენს განს. ვინც ამით გამდიდრდება, სულიერ სიმდიდრეს შეიძენს, მადლიც და კურთხევა უფლისაც მასზე იქნება. ამისი მაგალითი ბევრი არსებობს საეკლესიო ისტორიაში. ამისი მაგალითი ბევრ ქვეყანაში არის, სადაც ღვთის მადლით და ღვთისადმი მადლიერებით ცხოვრიათ. ჩვენი წინაპრები ესე ცხოვრობდნენ და დღეს ამიტომაც არის, რომ ეს ქვეყანა არსებობს იმენით, იმ რწმენით, იმ ადგილზე, რომელი ადგილითაც, რომელი ენითაც და რწმენითაც ჩვენმა წინაპარმა იშრომა სულიერად და ფიზიკურად იბრძოლა. რომ დღევანდელებისთვის შემოენახათ ეს სიტყვით გამოუთქმელი და ვერანაირი რიცხვითი მნიშვნელობით აღუწერელი მადლი და სიხარული. ისევე დღეს ჩვენ მართებს მხოლოდ ერთი საუნჯის ძიება და პოვნა. საუნჯი ღვთისა, რომელიც არის სიყვარული ღვთისა და სიყვარული მოყვასისა. მერთმა დაალოცოს ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა. განსაცდელი გვაქვს ძალიან დიდი და ბევრი და ალბათ მომავალშიც ესე იქნება. თითოეული ჩვენთაგანი ჩვენს ადგილზე უნდა ვიყოთ ქრისტეს ხნე ამსარებლები. არაფერმა არ უნდა შეგოშინოთ და ყველაფერს გონიერებით უნდა განსჯდეთ. მაგრამ ეს გონიერი განსჯის უნდა ღვთის სიყვარული და თავდაბლობის გარეშე არ მიეცემა ადამიანს. რადგან მოციქულიც ამბობს, თავდაბლობის გარეშე ცოდნა გაამპარტამოს ადამიანს და დაუყავს ამპარტავნება, როგორც ყველაზე ძლიერ ანგელოს ამპარტავნება საცდური განუმზადა და ჯოჯოხეთისა ბინადრად აქცია. ისე ადამიანი, რომელიც ცოდნა შეიძენს, მაგრამ თავმოწონებით, ამპარტავნებით შეიძენს, იგი დაღუპვის გზაზე დგას. და მოციქულთა მაგალითი არის ამისი ნათელი სახე, თუ როგორ შეიძლება თავდაბლობით უბრალოები საფრთხო მადლს და ყველაზე აღმატებულ ცოდნას ეძიაროს ადამიანი და მისი სული. მე ვთხოვთ თავდაბლობით ღვთისადმი სიყვარული და ერთგულებით ჩვენს ერს მისცეს ამ ხილული და უხილავი განსაცდელისა კეთილად გონიერებით გავლა და სასופველოში ერთად ყოფნა, რათა ვადიდებდეთ ერთი პირი და ერთი გული, მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, আজ და უკუნისამდე ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დღესასწაული იქნება შაბათს, პეტრე პავლოვის დღესასწაული, ჩვეულებრივ ჩატარდება, იქნება წინადეს წუხრი ცისკრის მსახურება და მეორე დილით დღესასწაულის დღისით იქნება 9 საათზე საფრთხო მსახურება. ჩვენთან არის ღმერთი.